თბილისის სხვადასხვა უბანში მოქალაქეებს ინტერნეტ ბანკით ცესხებს ააქტიურებინებდნენ და საკუთარ ანგარიშზე ირიცხავდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავა. დამატებით 7 ადამიანს კი ბრალი წაუყენეს. უწყების ინფორმაციით დაკავებულები კავშირზე იყვნენ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებთან ლევან მარღიასა და ნოდარ შუკაკიძესთან. ისინი მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს და მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. პადების დარღვევის შემთხვევაში კი მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. ტროტუარზე დგომის გამო დაკავებული კიდევ ერთი სტუდენტი პოლიციელებმა ელენე გელაშვილი აგრარული უნივერსიტეტის ეზოში დააპატიმრეს. მას მოსამართლეს ზვიად ცეკვავა მორდღიანი პატიმრობა შეუპარდა. ტრამპი ჩინეთში ჩავიდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ამერიკის პრეზიდენტი პეკინში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება. ტრამპთან ერთად იმყოფებიან მილიარდელი ბიზნესმენი ილონ მასკი და პრეზიდენტის შვილი ერიკ ტრამპი. უკვე ოფიციალურად პუტინს შესაძლებლობა აქვს საზღვარგარეთ დაკავებული რუსეთის მოქალაქეების დაცვის მოტივით შეიარაღებული ძალები გამოიყენოს. დუმამ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ის ზალაში პუტინის ხელმოწერის შემდეგ 10 დღის ვადაში შევა.